19-მა გერმანულმა ხელოვნებმა მე-19 საუკუნის გერმანული დასახლება მოინახულა. ადგილი, რომელმაც ძირძველი სახელი ასურეთი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაებრუნა, წლების განმავლობაში გერმანული კოლონია იყო და ელიზაბეტელი ეწოდებოდა. ყოფილი გერმანული დასახლება საქართველოში მიუნხენის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თავად დაათვალიერებინა. გერმანული არქიტექტურა, 140 წლის კათოლიკური ეკლესია, უნიკალური ჯიშის ვაზი და გერმანელების სასაფლაო. ყველაფერი ერთი შეხედვით გერმანულ სოფელთან ასოცირდება, თუმცა ეს დასახლება საქართველოში მდინარე ასურთხევის ნაპირზეა გაშენებული. სახლები, რომლებიც ბოლო გერმანულმა ოჯახმა 70 წლის წინ დატოვა, დღეს ქართველები ცხოვრობენ. მე-19 საუკუნის ყოფილი გერმანული სოფელი მიუნხენის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა მოინახულეს. უძველეს ქართულ მხარეში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სტუმრებს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პირადად დაათვალიერებინა. 19 გერმანელი ხელოვანი დღეს ჩვენი წინაპრების ფესვებს დავუბრუნდით. ახლა აქ ქართველები ცხოვრობენ და იმ ეპოქის მხოლოდ სახელებია შემორჩენილი. ყველა შენობა გერმანული არქიტექტურით არის აშენებული და ძველი იერსახე მხოლოდ რამდენიმემ დაკარგა. მე და ჩემს მეგობრებს ასურეთი ძალიან მოგწონს. აქ რამდენიმე კვირით სიამოვნებით დავრჩებოდით. ეს ადგილი უნიკალური ბუნების და კულტურის არაჩვეულებრივი შერწყმაა. მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენთვის დაუვიწყარი თავგადასავლების მოწყობა გადაწყვიტეს. ეს დღე ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება. ადგილი, რომელმაც ძირძველი სახელი ასურეთი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბრუნა, წლების განმავლობაში გერმანული კოლონია არსებობდა და ელიზაბეტელი ეწოდებოდა. 19 ხელოვანი ასურეთში ქართულმა გოგონამ შეკრიბა. გერმანელი სტუდენტები თბილისში მათი მეგობრის მოწვევით ჩამოვიდნენ, რომელიც მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში 7 წელია სწავლობს. ეს იყო თვითონ ინტერესი ჩემი ჯგუფელების, რომ საქართველოს გაცნობოდნენ და ვიფიქრებ, ბარემ ეს პროექტიც განვახორციელოთ და საკმაოდ დიდი ჯგუფი შეიკრიბა. შტაბ-ეჭვებები ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელია, რომ რაღაც არანორმალურად სტუმართ მოყვარეობით დაგვხვდა მთელი საქართველო და ყოველ დღე რაღაც სიურპრიზებით არის სავსე. გერმანიაში და ზოგადად გერმანულენოვან სივრცეში ერთ-ერთი საუკეთესო აკადემია, მიუნხენის სამხატვრო აკადემია. იქ სწავლობენ მართლაც მომავალი ხელოვნების ვარსკვლავები, ესე ვთქვათ. და ძალიან კარგია, რომ მან შეძლო და დააინტერესა საქართველოს და ჩამოიყვანა აქ. ჩვენ გვინდოდა, რომ გერმანელებისთვის გვეჩვენებინა, რომ საქართველოში არსებობს კვალი, მათი დიასპორისა, არსებობს სოფლები, არსებობს შენობები, ეკლესიები, რომელიც სწორედ გერმანული აქ ყოფი საზოგადოების და აქ ყოფი მოსახლეობის მიერ არის შექმნილი. ყოფილი გერმანული დასახლება საქართველოში მიუნხენის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან ერთად ქრონიკის გადამღებმა ჯგუფმაც დაათვალიერა. იმისთვის, რომ ერთდღიანი გასეირნება ქალაქგარეთ ყველასათვის დასამახსოვრებელი ყოფილიყო, პროფესიით ფერმწერმა პაპუნა დავითაიამ მომავალ მხატვრებს მასტერკლასი ჩაუტარა. ასურეთში სტუდენტებს 2 საათის განმავლობაში ჩანახატები უნდა გაეკეთებინათ და შემდეგ თბილისში ტილოზე საბოლოო სახე მიეცათ. მინისტრმა მომავალ მხატვრებს პირადად წაუკითხა ლექცია თუ როგორ ხდებოდა პეიზაჟის მხატვრობა მე-19 საუკუნემდე. ჩვენ წლების განმავლობაში ვახორციელებთ მსგავს პროექტებსა და სხვადასხვა ქვეყნებში ვმოგზაურობთ. იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნიდანაა ჩვენი სტუდენტი, შესაბამისად ირჩევა მოგზაურობის ადგილიც. წელს საქართველოში ჩამოვედით. თქვენ დამისვით შეკითხვა რა არის ამ ქვეყანაში განსაკუთრებული. მე გპასუხობთ, რომ საქართველოში ყველაფერი განსაკუთრებული და არაჩვეულებრივია. სტუმართმოყვარე ხალხი ქვეყნის სავიზიტო ბარათია. ბევრ ქვეყანაში მიმოგზაურია, თუმცა ასეთი თბილი ხალხი არსად მინახავს. გამონაკლისი არც ეს სოფელია, სადაც საუკუნის წინ გერმანელები ცხოვრობდნენ. საქართველოს ბუნებამ ყველა გაგვაოცა. დღეს კი კულტურული შოკი მივიღეთ. ამ ადგილზე კულტურა და ბუნება ერთმანეთს ერწყმის. გაოცებული ვარ. სახლები, რომელიც საუკუნის წინ აშენდა, გერმანული კვალი ისევ შესამჩნევია. აქ არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს. მე ვნახე, როგორ უფრთხილდებოდნენ შენობებს, რომელიც ჩემი აზრით ძალიან დიდი კულტურული მემკვიდრეობაა. მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი, ვხატავ. ამჯერადაც ჩემს ფურცლებზე ეს ობელისკი გადავიტანე. მოგზაურობა ასურეთში ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება. საკუთარ დღიურში ჩანახატები გააკეთა პაპუნა დავითაიამაც. მინისტრის თვალით დანახული ძირძველი სოფელი და უნიკალური არქიტექტურა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, სპეციალურად ქრონიკის მაყურებლისთვის.
ასურეთში გაკეთებული ჩანახატები მიუნხენის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა პაპუნა დავითაიასთან ერთად თბილისის სამხატვრო აკადემიაში დაასრულეს. მომავალი მხატვრების ნამუშევრები 19 ოქტომბერს ერთ საგამოფენო სივრცეში მოექცევა.